ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში გარდა ქართული ტრადიციული საკრავებისა გვაქვს აღმოსავლური და ევროპული ქვეყნების მექანიკური, ხალხური და კლასიკური საკრავებიც. მე მინდა ვისაუბრო იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს არსებობს ტრადიციულ ყოფაში. ეს გახლავთ არატრადიციული და ტრადიციული, როგორც საკრავის, ასევე ხალხური სიმღერის სახელდება, არასწორი სახელწოდება, განსაკუთრებით პოპულარულია ამ მხრივ ეგრეთ წოდებული ფანდურები, ტემპერირებული წყობით, რომელიც დღეს რატომღაც ხალხურად იწოდება და სამწუხაროდ არანაირად არ ჯდება ის ქართულ მუსიკალურ ტრადიციულ წყობაში. ქართული ტრადიციული წყობა ეს გახლავთ დიატონური წყობა, ხოლო ტემპერირებული შედარებით უკვე ვიან შემოსულია და არანაირად არ ჯდება ხალხურ ტრადიციულ მუსიკალურ აზროვნებაში. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი არატრადიციული ფანდურის თუნდაც ამ მხრივ, უბრალოდ გვინდა რომ მოხდეს გამიჯვნა, სწორი სახელდება ამ ინსტრუმენტის, დაერქვას ხალხურს ნამდვილ ტრადიციულს ხალხური და ტემპერირებულს დაერქვას თავისი სახელი. ხედავთ აქ საკრავებსაც, ძალიან საინტერესო საკრავები გვაქვს, შეგვიძლია მოგასმენინო და გარდა მაგისა ძალიან საინტერესო პროგრამები გვაქვს. მობრძანდით, გელოდებით.